უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. არ უნდა გქონდეს რაღაცა მიამიტური წარმოდგენა, რომ ეხლა ჩვენ 7 დეკემბერს გამოვალთ და ერთი გამოსვლით ეს პრობლემა მოგვარდება. არ მოგვარდება ერთი გამოსვლით. ამიტომ ნუ გვექნება იმის წარმოდგენა, რომ ეხლა გამოვალ და მორჩება. არა. მოგვიწევს გრძელვადიანი ბრძოლა, როგორც LGBT საკითხთან დაკავშირებით დაგჭირდა 5 წელი. ეს კიდევ უფრო რთული საკითხი იქნება. ამიტომ მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის და თითოეული თქვენთაგანის ჩართულობა იქნება ამაში საჭირო. აქ ჭირდება სიმრავლე. აქ ილუზიები არ უნდა გქონდეს. ეს იქნება ყველაზე ძნელი გამოწვევა და ბრძოლა, რაც აქამდე ქონია ოდესმე და ყველაზე ჩვენთვის პირველ რიგში ყველაზე სახიფათო. ამ შემთხვევაში მათი мотиваცია არის 7 მილიარდი დოლარი და მეორე მხარეს ასევე დგას არაბები, რომლებსაც აქვთ კიდე ბევრად მეტი ფული, ბევრად მეტი ინტერესი და შესაბამისად ახლა ძალიან სახიფათო ძალას უპირისპირდებით და ეს ძალა მარტივად არ დათმობს. თან შეიძლება ბევრ რამეზე იყვნენ წამსვლელები, ამ ნაწილში თუ ბევრნი არ ვიქენით და არ გამოჩნდა სურათი, რომ 5 ადამიანის ან 10 ადამიანის განეიტრალების შემთხვევაში არ ჩერდება მოძრაობა, მაშინ საბოლოო ჯამში შანსი არ აქვს. ამიტომ ყველაზე რთული ამოცანა, რაც კი აქამდე გქონია და ყველაზე მეტად გვჭირდება ეხლა ხალხის ჩართულობა. ჩვენ რამხელა მობილიზებაც დაგვჭირდება, მაგას კონსერვატიულ ფლანგზე პრეცედენტი არ აქვს 30 წლის განმავლობაში. მაგრამ ამაში გვჭირდება ორგანიზებული თანამებრძოლების დახმარება. ერთი თვე გვაქვს მომავალი აქციისთვის და ამ მომავალმა აქციამ თუ არ აჩვენა რაოდენობა და ანარჩენ მოსახლეობას, რომ ქონია აზრი ბრძოლას, გარწმუნებთ ხელს ჩაიქნევს დანარჩენი მოსახლეობა და შემდეგ არაფრის შანსი არ გვექნება. ამიტომ ეს არის კონკრეტული ეხლა საორგანიზაციო მნიშვნელობის საკითხები, რაშიც განსაკუთრებული აქტიურობა გვექნება და დაგჭირდება თქვენგანაც უახლოესი 1 თვის განმავლობაში. მადლობა ყველას და ბოლომდე უნდა გავიყვანოთ ეს ამბავი, სხვა გზა არ არის.